26 მაისი 2025 წელი. ფრენის დაწყებამდე რამდენიმე წამია დარჩენილი. ფრინავების ჯგუფი სრულ მზადყოფნაშია და ფრენების მართვის პუნქტთან პირველ კავშირს ამყარებს. 18-იანი ჯგუფი აფრენა. 18-იანი ჯგუფისთვის აფრენა ნებადართულია. ფრინავები თავისუფლების მოედნისკენ მიემართებიან, რადგან მთავარ ეროვნულ დღესასწაულს ყველაზე დიდი სიმაღლიდან შეუერთდნენ. მღელვარება სულ უფრო და უფრო იმატებს, ისევე როგორც პასუხისმგებლობის განცდა ერისა და საკუთარი ქვეყნის წინაშე. ჩვენ ვართ ის ფრინავები, რომლებიც 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს ეროვნული დროშის სფერებში ვაფერადებთ ხოლმე ღია წარს. ყოველი ფრენა დიდი ბედნიერება, ძალიან დიდი მღელვარებაა და ემოციები ძალიან დიდია. თითოეული ფრენის სიხარული არაერთი დღის განმავლობაში ხოლმე გაკვება. მნიშვნელოვანი დღეა და ყველა ველოდებით ხოლმე განსაკუთრებით თავდაცვის ძალები სასიხარულოა და სასიამოვნოა ამ ღონისძიებაში მონაწილეობა თითოეული ჩვენგანისთვის. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში ღებულობთ მონაწილეობას დაახლოებით 7-8 წელია უკვე. არის ვერთფრენები, რომლებიც მონაწილეობას ღებულობენ და იქიდან არის შესაძლებელი, რომ დაინახო ხალხის ემოცია, ის ბედნიერება თუ რა შეუძლია ავიაციას მოიტანოს. და ჩვენც გვიხარია, რომ ხალხის ბედნიერების ნაწილი ვართ. მაღლა ცაში წყობრის სრული სიზუსტით დაცვას წინ უძღვის თავდაუზოგავი შრომა და დიდი სამზადისი. ამ პროცესში მფრინავებთან ერთად სრული საავიაციო ჯგუფი მონაწილეობს. აფრენამდე მოიერიშე თვითმფრინავები ტექნიკურ შემოწმებას გადიან. დეტალურად მიმდინარეობს მათი გარეგნული დათვალიერებაც. გაფრენის წინ ჩვენ ტექნიკური შემადგენლობიდან ვიზეც უკვე ბორტია უშუალოდ მიმაგრებული, მივიღებთ მოხსენებას ბორტის გამართულობასთან დაკავშირებით, ჩავიბარებთ ბორტს, შევამოწმებთ ტექნიკოსთან ერთად კიდევ ერთხელ დადგენილი მარშრუტის მიხედვით საფრენი აპარატის გამართულობას, ამის შემდეგ გავაფორმებთ ამას ოფიციალურად ჟურნალში და უკვე იწყება ფრენისათვის მომზადება, კაბინაში ჩაჯდომა, ძრავების გაშვება, გამოსვლა, აფრენა და გადაფრენა მე უკვე საბოლოო ჯამში. ფრენა არის დაკავშირებული ძალიან კომპლექსურ დავალებებთან. პირველ რიგში ვართ ორიენტირებულები, რომ დავალება შევასრულოთ ის ხარვეზების გარეშე. ამიტომ მაქსიმალური კონცენტრირება ჯერ პირველ რიგში გვაქვს იმ მოთხოვნებზე, რაც არის ჩვენ წინაშე გაყენებული. დიდ ავიაციაში მოგზაურობა ორივესთვის ბავშვობის ახდენილი ოცნებაა. სანამ სანუკვარ სურვილს რეალობად აქცევდნენ, იყო ბევრი სირთულე და დაბკოლება, თუმცა მიღწეული შედეგი ამათ ყოველთვის ღირს. რომ მიიღეთ იმ შედეგს, რისთვისაც სწავლობ, ძალიან დიდი ბედნიერებაა და სასიხარულოა ჩემთვის, რომ ჩემი ოცნება ავიხდინე და ეს აქ ვარ, ვსახურობ. დანარჩენ ფრინავებთან ერთად დღეს უკვე 20 წლის ნამსახურება მაქვს და ჩემი ცხოვრება ამ პროფესიის გარეშე წარმოუდგენელია. მაქვს სურვილი კიდე რომ გავაგრძელო იგივე პროფესია და მზად ვარ ვემსახურო საქართველოს. გამოცდილი მფრინავები მომავალ კოლეგებს მთავარ პროფესიულ რჩევას უზიარებენ და აღნიშნავენ, რომ სადაც დიდი სურვილი და მონდომებაა, იქ ყოველთვის დგას გამარჯვებაც. უნდა იყოს პირველ რიგში სურვილი და მიზანსტრაფვა იმისკენ, რომ გახდე ფრინავი. ადამიანი, რომელიც გადაწყვეტს, რომ ფრინავი იყოს, ჯანმრთელობა უნდა უწყობდეს ხელს. აკადემიური მაღალი მოსწრება უნდა ჰქონდეს, რომ შეძლო, თქვათ, მოცემული საგნების ათვისება და ერთი შეხედვით მარტივი არ არის, მაგრამ ყველაფერი არის შესაძლებელი, როცა არის მონდომება.